უკრაინამ და რუსეთმა ასობით ტყვე გაცვალეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროცესი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ოჯახის წევრები მივიდნენ უკრაინის ჩერნიჰივის რეგიონში მდებარე საავადმყოფოში, სადაც გათავისუფლებულ ტყვეებს მკურნალობენ. უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახის წევრები სიხარულსა და ემოციებს ვერ მალავდნენ. ბევრი ჯერ კიდევ ელის თავის ახლობლების ტყვეობიდან დაბრუნებას. ჩვენ 32 ბრიგადიდან ვართ. 2024 წლის დეკემბერში ჩვენი ბიჭები პოკროვსკის სექტორში გაუჩინარდნენ. ოჯახები ერთად ჩამოვედით და ველოდებით. იქნებ ვინმე ვიცნობთ, იქნებ რომელიმეს რაღაც ახსოვს და გვითხრას. ეს ცხოვრება არ არის, უბრალოდ არსებობ. ყოველდღიური რაიმე ცნობას. ყოველ დილით იღვიძებ ერთი ფიქრით. სად არის? რა მოუვიდა? ცოცხალია? და იმავეს ფიქრობ ღამითაც. ვერ ვიტყვი რომ ეს სიცოცხლეა. ზოგიერთმა დადასტურებული ინფორმაცია მიიღო, რომ მისი ახლობელი ჯერ კიდევ ტყვეობაშია. თუმცა ისინი მაინც მოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ რამეს მაინც გაიგებდნენ მათ შესახებ. ოჯახის წევრები თავიანთი ახლობლების ფოტოებს უჩვენებდნენ ახლად გათავისუფლებულ ტყვეებს. უკვე მეოთხე წელია ველოდებით. ვხედავთ, როგორ მდგომარეობაში გამოდიან ბიჭები. ვერ ვბედავ, ვიფიქრო, როგორაა ჩემი შვილი. ვეძებ და ველოდები. რა დღეში არიან ტყვეები ამდენი ხნის შემდეგ. სული მტკივა. ეს საშინელებაა. არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის. ისინი ყველანი ჩვენი შვილები არიან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ მათ 205 ჯარისკაცი გაცვალეს. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ გაცვლის პროცესი არაბთა გაერთიანებული საამიროების ორგანიზებით მოხერხდა. ორი ქვეყანა ერთმანეთში ტყვეებს მანამდე ცვლიდნენ, თუმცა სხვადასხვა სიხშირით. ჯერ კიდევ არ მაქვს ბოლომდე გააზრებული, რომ სახლში ვარ. ძნელია, ძალიან ძნელია, მაგრამ თავარი ისაა, რომ დავბრუნდი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭებიც, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან, დაბრუნდნენ. მათთვის ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩემთვის. ტყვეების გაცვლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ 72 საათიან ცეცხლის შეწყვეტას მოჰყვა.